ბელგიური ვაფლი ალბათ ერთ-ერთი ის დესერტია, რომელიც თითქმის არავის ტოვებს გულგრილს. ხოდა დღეს ორ რეცეპტს გაგიზიარებ, რაც ვფიქრობ ზაფხულის დღეებს ძალიან გაგიხალისებს. ჩემი შეფი კი ბელგიური ვაფლის ვიდეოსთვის სულ სხვა ენთუზიაზმით ემზადებოდა. ასე მეგონა მე. სანამ არ დავინახე რით ყოფილა დაკავებული იმ დროს, როცა წესით ვიდეოს თემაზე უნდა ემუშავა. ეს თურმე ტორტებს არჩევს თავისთვის. მოკლედ, როგორც გაირკვა, უსასყიდლო თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, დაწინაურება მოითხოვა დეგუსტატორის პოზიციამდე, შეიბა მარგალიტები და შემატოვა ყველაფერი მე. მოკლედ, დღეს მოვამზადებ ვაფლის ორივე სახეობას. რეცეპტები ავიღე ოფიციალური წყაროებიდან. ბრიუსელის ვაფლისთვის დავეყრდენი ბელგიის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმას ფოკუსი ბელგიაზე, ლიეჟის ვაფლისთვის კი გამოვიყენე ვალონია ბრიუსელის ცოცხალი მემკვიდრეობის პლატფორმა, სადაც ლიეჟის ვაფლის ტრადიციული რეცეპტია მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე რეცეპტი ავთენტურია. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში მოვამზადებ ლიეჟის ვაფლს. საფუარით მზადდება და ცოტა მეტი დრო სჭირდება. თბილ რძეს დავამატე საფუარი, ცოტა შაქარი და ვანილი, შემდეგ დავამატე კვერცხი და ორ ეტაპად ფქვილი. ცომი კარგად რომ შეიკრა, დავასვენა დაახლოებით 15-20 წუთი. დრო გავიდა, ცომს დავამატე მარილი და სოდა. კლასიკური რეცეპტით ამ ეტაპზე ამატებენ თაბლს, დარიჩინს ან ვანილს. შეიძლება ერთის არჩევა ან სამივეს დამატება. მე მხოლოდ ვანილი დავამატე. დავიწყე ნელ-ნელა რბილი კარაქის შეყვანა ცომში. კარაქი საკმაოდ ბევრია, ამიტომ ცომი არის ძალიან თხელი და წებოვანი. მისი დამუშავება ხელით ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მიქსერით, რა თქმა უნდა, პროცესი ბევრად მარტივია. ასეთი თხელი და წებოვანი ცომის ხელით დამუშავებისას მე რუბოს მეთოდს ვიყენებ. ეს ტექნიკა უფრო ხშირად პურის ცომთან მუშაობისას გამოიყენება, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობის ცომებთან და თავად ჟერარ რუბოც პურის მცხოველი იყო, მაგრამ ასეთ რბილ და ცხიმიან ცომთანაც ძალიან ამართლებს, რადგან ცომის სტრუქტურა ჯამშივე ყალიბდება და ზედმეტი ფქვილის დამატება აღარ არის საჭირო. ზედმეტი ფქვილი კი ვიცით, რომ ამძიმებს ცომს და აკარგვინებს მას სიფაფუკეს. ასეთი მოძრაობით, როგორც ვიდეოში ვცდილობ გაჩვენო, თხელი და წებოვანი ცომის კონტროლი ბევრად მარტივია. ვამუშავებ 1-2 წუთი, შემდეგ ვასვენებ ცომს 10-15 წუთი და ვიმეორებ იგივეს ორჯერ. მიქსერის ცომსაზელით, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია, საშუალო სიჩქარეზე 5-7 წუთიანი დამუშავება სრულებით საკმარისია. ცომი მზად არის, გადავდე რომ ამოვიდეს, დაახლოებით 1 საათი საკმარისია ამისთვის თბილ ოთახში. ამ ეტაპზე ვამატებ შაქრის ნატეხს. ნამდვილი მარგალიტის შაქარი ვერსად ნახე და ჩვეულებრივი გამოვიყენე, რაც თითქმის ყველა მარკეტში იყიდება. შემდეგ დავყავი ცომის სასურველი ზომის გუნდებად, არ ამიწონია, მაგრამ თითო გუნდა დაახლოებით 100 გრამამდე უნდა იწონიდეს. მოვამზადე ვაფლის აპარატში დაახლოებით 4 წუთი დასჭირდა. დროის კონტროლი შეიძლება იმის მიხედვით, როგორი შეფერილობის ვაფლის მიღება გსურს. როგორც წესი, ლიეჟის ვაფლს მიირთმევენ მხოლოდ ოდნავ დამტვერილი შაქრის პუდრით. გადავდივარ ბრიუსელის ვაფლის მომზადებაზე. ცალკე ჯამში შევურია მშრალი ინგრედიენტები, ფქვილი შაქარი, მარილი და ვანილი. ცალკე გავაერთიანე სველი პროდუქტები. რძეში დავამატე კვერცხის გულები, კარგად გავთქვიფე და შემდეგ დავამატე გადამდნარი და გაგრილებული კარაქი. შევურია ფქვილის მასას. თუ ფქვილის ნაწილაკები ბოლომდე არ გაიხსნა, ჯობს ბადეში გატარება იმისთვის, რომ ცომი იყოს ერთგვაროვანი. ცილები ცალკე ავთქვიფე მყარ პიკებამდე და ძალიან ფრთხილად ქვევიდან ზევით მოძრაობით შევურია ძირითად ცომს. ბრიუსელის ვაფლის მომზადებისას გასათვალისწინებელია ერთი რამ. ეს ცომი ფუვდება ათქვეფილი ცილების ხარჯზე. ამიტომ ცილების დამატების შემდეგ სიფაფუკეს ინარჩუნებს მაქსიმუმ 2 საათით. თუ წინასწარ მომზადება მსურს, ძირითად ცომს ვამზადებ ვინახავ მაცივარში და უშუალოდ შეწვამდე ვამატებ ათქვეფილ ცილებს. ზოგიერთ რეცეპტში ცოტა საფუარსაც ამატებენ, ეს უფრო street food ვერსია. კლასიკური რეცეპტი საფუარს გამორიცხავს. ბრიუსელის ვაფლიც მზად არის. ორივე ძალიან გემრიელია, მაგრამ განსხვავებული. ბრიუსელის ვაფლი ძალიან კარგია, უფრო მსუბუქია, მობრაწული პანკეიკის სტილშია, მაგრამ ხრაშუნა. ნაყინით, კენკრით და შოკოლადით ნამდვილი დესერტია. ჩემი უპირობო ფავორიტი კი ლიეჟის ვაფლია. რთული გადმოსაცემია სიტყვებით, მისი გემო, არომატი და ტექსტურა. არც ერთი კალორია არ ვინანე საერთოდ. მხოლოდ იმას ვდორდობ, მეტი რატომ არ მოვამზადე. ცალკე აღსანიშნავია სიურპრიზად შაქრის ხრაშუნა კარამელიზებული ნაწილაკები, რომელიც ალაგ-ალაგ გვხვდება. მოკლედ, ნამდვილი საოცრებაა, მარტივი, მაგრამ უზომოდ გემრიელი. მთელი გულით კი არ გირჩევ, გთხოვ რომ მოვამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.